მშვიდობისა დღის მთავარი თემითა და სტუმრებით ეთერშია დღის ქრონიკა. რევოლუცია არ შედგა არჩევნები. ქართული ოცნება გამარჯვების შედეგს ითვლის. არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიები საკუთარ საარჩევნო მოსავალს. ქუჩის პროცესების იმედად დარჩენილი ოპოზიცია იმედგაცრუებას ებრძვის. აქტივისტების ნაწილი პასუხს ერთმანეთისგან ითხოვს. ეგრეთ წოდებული რევოლუციური კომიტეტი კი სასამართლოს წინაშე წარდგომისთვის ემზადება. ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა. საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება. ასეთია ბრალდების ფორმულირება, რომელიც პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს წარედგინათ. დაანონსებული დამხობის სტრატეგიულ მარცხს და ჩავარდნილ სცენარს ოპოზიციის ერთ ნაწილში გამიჯვნის ტენდენცია მოჰყვა. რაც ქართული ოცნებისთვის იმის მაჩვენებელია, რომ ამით ქუჩის პროცესების მხარდამჭერები პასუხისმგებლობის დაკავებულ ფიგურანტებზე გადაბრალებას ცდილობენ. პარალელურად ქუჩის რევოლუციის მომხრეებს ბოლო იმედი საბოლოოდ გადაუწურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დიდი ოდენობით საბრძოლო მასალის აღმოჩენამ და იმ გეგმის განეიტრალებამ, რომლის მიხედვითაც უკრაინიდან მიღებული დავალების მიხედვით დაგეგმილი დივერსიული აქტი 4 ოქტომბერს თბილისში უნდა ამოქმედებულიყო. მიუხედავად იმ პროცესების საჯაროობისა, რაც თბილისში ხდებოდა, ბრიუსელიდან და ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნიდან შაბათ ღამის მოვლენები ისევ დემოკრატიის უკუსვლად მოჩანს. დღის მთავარ პოლიტიკურ თემებზე დღეს ჩვენი სტუმრები საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი და ანალიტიკოსი ხალხის ზალის წევრი დავით ქართველიშვილი ისაუბრებენ. ირაკლი ქადაგიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ჩვენი პირველი სტუმარია. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. არჩევნები შედგა, ვერ შედგა დაანონსებული დამხობა და როგორც უკვე აღნიშნეთ, ეგრეთ წოდებული რევოლუციური საორგანიზაციო კომიტეტის წევრები არიან დაკავებულები. 5 ოქტომბრის შემდგომა პერიოდმა რა გამოაჩინა როგორც არჩევნების, ასევე ქუჩის აქციების კუთხით. გავიდა დღეზე მეტი, დღეღამეზე მეტი იმ საღამოდან და უკვე შეგვიძლია განსხვავებულად შევაფასოთ პროცესები. რა პოლიტიკური შედეგი მოიმკა ამ დღით ქუჩაში გამოსულმა ოპოზიციამ? თქვენ დღეს საუბრობდით მათ მომავალ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე და რა მიიღო ქართულმა ოცნებამ? პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. უნდა ითქვას, რომ შედეგი არის შემდეგი. კიდევ ერთხელ თვალნათელი გახდა ის, რომ საქართველოში დამხობის და ხელოვნური რევოლუციების დრო როიტყვიან წასული არის. ერთადერთი გზა საქართველოს ხვალინდელი განვითარების და პოლიტიკური ცხოვრების გადის დემოკრატიულ პროცესებზე და გადის სწორედ არჩევნებზე. ეს არის ცალსახად ნათელი უკვე და ეს ვერდიქტი გამოიტანა ქართველმა ხალხმა. გამომდინარე აქედან საუბარი ისეთი ტიპის პროტესტზე, რომელიც ნასაზრდოებია ფერადი რევოლუციების სულისკვეთებით, და ეს სულისკვეთება თავის თავში გულისხმობს დაფინანსებას გარედან, აგენტურის მზადებას, ხალხის მასიურ დეზინფორმაციულ, ასე ვთქვათ, გარემოში ყოფნას დასრულებული არის. ერთადერთი სწორი გზა, ის რაც საქართველოს კონსტიტუციაშია გაწერილი, ის რაც ზოგად დემოკრატიულ პრინციპებს ემხარება სამყაროში, არის სწორედ არჩევნებში მონაწილეობა და არჩევნებში უკეთესი, ასე ვთქვათ, შეთავაზება მოსახლეობისათვის და მხოლოდ ასეთი წესით ხელისუფლებაში მოსვლა. აი ეს საბოლოოდ დამტკიცდა 4 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. და როგორია, რაზე მიუთითებს აი ამ აქციის მომხრეებს შორის საუბრები ახლა იმაზე, რომ შესაძლოა ყოფილიყო ღალატი ან პროვოკაცია, ხედავთ ხომ 2 დღის განმავლობაში თუ რა მოსაზრებების გაცვლა და რა საჯარო განცხადებები ვრცელდება მათი მხრიდან. პროვოკაცია სიტყვა გვახსოვს, რომ პირველად სწორედ იმ ღამის მოვლენებისას ახსენა სალომე ზურაბიშვილმაც. აი ვიდ რეაქცია ამ ფორმას მიიღებდა, ჩვენ არ გვახსოვს ამ აქტორებისგან მოწოდება, რომ არ გასულიყვნენ კანონის ჩარჩოები. ეს პასუხისმგებლობის არიდების მცდელობაა წარუმატებლად დასრულებული ეგრეთ წოდებული რევოლუციისგან. შეიძლება და ჩვენ გვენახა ასეთი შეფასებები იმ შემთხვევაში, თუ ისინი გარკვეულ წარმატებას მიაღწევდნენ. პირდაპირ რომ ვთქვათ, რა თქმა უნდა, ეხლა ცდილობს ყველა ის აქტორი, რომელიც ამ აქციაზე იდგა, რომ ამ აქციის მიზნის განხორციელების შემთხვევაში პირველ რიგში როიტყვიან ჩამჯდარიყო ან პრეზიდენტის სავარძელში, ან ასე ვთქვათ, სხვა
ბენეფიტებით თუ სხვა შედეგებით ესარგებლა, მაგრამ ჩავარდა სახელმწიფო გადატრიალების ეს გეგმა და ბუნებრივია ეხლა ყველა ცდილობს რომ თავი აარიდოს პასუხისგებლობას და ამ რამოდენიმე ადამიანზე იყოს მხოლოდ პასუხისგებლობა, ასე ვთქვათ, ჩამოკიდებული. მაგრამ ზოგადად უნდა ითქვას, რომ ეს არ არის მხოლოდ ამ ერთი აქციის ფარგლებში მომხდარი საკითხი, ხო? ეს არის პროექტი, რომელიც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა და კონკრეტულად მაგალითად 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიუღებლობით არჩევნების შედეგად მიღებულ მანდატებზე უარის თქმით და ქვეყნის ასე ვთქვათ არჩევნების შედეგების საბოლოო უგულებელყოფით და ქვეყანაში რევოლუციური გზით ხელისუფლების ცვლის მთელი ეს პოლიტიკა ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა და ყველა ეს აქტორი, რომელიც დღეს შეშინებულები გაურბიან პასუხისგებლობას, სწორედ აი 4 ოქტომბრის ამ პროვოკაციის მზადებაში იყვნენ ჩართული. მთელი მათი პოლიტიკური გზავნილი, მთელი მათი განცხადებები სწორედ ემსახურებოდა ამას, რომ ხელისუფლება გამოეცხადებინათ არალეგიტიმურად, არჩევნები გამოეცხადებინათ უნაყოფოდ, ასე ვთქვათ, წყლის ნაყვად და მთელი ძალისხმევა გადატანილი ყოფილიყო ეგრეთ წოდებულ სახალხო პროტესტზე, რომელსაც მათ მიერვე ეს უნიჭოდ მოფიქრებული რუსული, ასე ვთქვათ, ნარატივის მატარებელი ხელისუფლება უნდა ჩამოეშორებინათ ხელისუფლებიდან. ამიტომ ეს პროცესი უბრალოდ 4 ოქტომბერს ჩავარდა. თორემ მთელი ერთი წლის განმავლობაში სწორედ ამ პროცესს ამზადებდნენ, ამ პროცესს კვებავდნენ, ამ პროცესის ასე ვთქვათ წარმატებისთვის იღვწოდნენ, მაგრამ როგორც კი ეს ჩავარდა, ზურაბიშვილიდან ჩავარდა ნიშნავს რომ დასრულდა, მცდელობა შეიძლება კიდევ ვიხილოთ გაგრძელების, იმიტომ რომ თქვენ ამბობთ რომ ეს პროცესი ხანგრძლივი დროის დაწყებულია. მე მგონია რომ ეს ჩავარდნა საბოლოო ჯამში ნიშნავს, როგორც დასაწყისში, სულ დასაწყისში აღნიშნე, რომ საქართველოში არანაირი, ასე ვთქვათ, გასაქანი ასეთი ტიპის ხელოვნურად შექმნილ რევოლუციებს და ასეთი ტიპის ფერადი რევოლუციების მეშვეობით უკანონოდ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას პერსპექტივა არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაბანკროტებულია უკვე და გაბანკროტებულია ვიმეორებ ამ პროცესში მონაწილე ყველა პოლიტიკოსი თუ სხვა აქტორი. ზოგადად ის რომ ქვეყანაში უნდა იყოს თუ არა ოპოზიცია, არის თუ არა ოპოზიციური განწყობა მოსახლეობის რაღაც გარკვეულ ნაწილში, ეს ბუნებრივია, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ყოველთვის არსებობს და იარსებებს. უბრალოდ აი ამ პროცესის მკვლევარი ყველა პოლიტიკური ძალა და აქტორი თუ სხვადასხვა ასე ვთქვათ დაჯგუფება, ვინც ამაში მონაწილეობას იღებდა, მათი პერსპექტივა, პოლიტიკური პერსპექტივა დღეს არის ნულს ქვემოთ დასული. კი ბატონო, აი ხუჩის პროცესი გადავდოთ გვერდზე და ვისაუბროთ იმ პოლიტიკურ ძალებზე, ვისთვისაც არჩევნების კონკრეტული შედეგი დადგა, გულისხმობ იმ პარტიებს, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში. აი როგორი სურათია ახლა თქვენი გადმოსახედი დღეს პოლიტიკურ ველზე 4 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ და ეს სურათი აი თვითმმართველობების დონეზე რამდენად ქმნის სივრცეს ქვეყანაში ახლო მომავალში ნორმალური პოლიტიკური ცხოვრების რელსებზე გადასვლის. აქ სურათი იმ პარტიებს შორის, ვინც ახლა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობდა, ანალიზის გაკეთება უკვე შესაძლებელია, ხო? ჩვენ ნახეთ, რომ ის ორი პარტია, მე ლელო და გახარიას პარტია მაქვს ხედელობაში, ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში ვერ ჩამოყალიბდა თუ რა იყო მათი პოლიტიკური პლატფორმა, არჩევნების შედეგები მათთვის მე ვფიქრობ არის სავალალო, იმიტომ რა შედეგებიც მიიღეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, კატასტროფულად დაეცა მათი, ასე ვთქვათ, რეიტინგიც და შედეგიც სახეზე გვაქვს. ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს ჩვენ, რომ მათი პოლიტიკა, მათივე ამომრჩევლისთვისაც კი აბსოლუტურად გაურკვეველი და მიუღებელი იყო. ამიტომ ის შედეგი არის ის, რაც დათესეს, ის მოსავალი მიიღეს. და ეს პოლიტიკური პარტიები, მაგალითად ლელო,
ჯერ კიდევ მათი მერობის კანდიდატი არჩევნების წინა დღეს გაკეთებულ საჯარო განცხადებებში ამბობდა, რომ დილას მივდივართ არჩევნებზე, საღამოს მივდივართ საპროტესტო აი ამ დამხობის აქციაზე. აი ეს ყველაფერი აჩვენებს მათ, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ სახეს და ამ ურჩეველმა შესაბამისი პასუხი გასცა. ოპოზიციიდან ერთადერთი, ვინც წარმატებას მიაღწია, ეს არის გირჩი. რატომ? იმიტომ რომ გირჩი თავიდანვე არ ჩაჯდა ამ ნაციონალური მოძრაობის აბსოლუტურ დესტრუქციულ, ფერად რევოლუციის მოწყობის ჟინზე აწყობილ პოლიტიკურ სქემაში. და ისინი ყოველთვის არ აქვს მნიშვნელობა მე ვეთანხმები თუ არ ვეთანხმები მათ პოლიტიკურ მოსაზრებებს, მაგრამ ფაქტია, რომ მათ არ ითამაშეს აი ეს დესტრუქციული პოლიტიკოსების ნარატივს არ აყვნენ. ამიტომ გამომდინარე აქედან შედეგით სახეზეა მათი შედეგები დღეს ერთად გაუმჯობესებულია. და მთელ რიგ ადგილებში აჯობეს კიდევაც სხვა პარტიებს. ცოტა დრო გრჩება და აუცილებლად უნდა შევეხოთ ევროპიდან გამოხმაურებებს. ლატვიისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროების განცხადებები ვნახეთ, რომელიც მეტყველებს, რომ აქამდე ნაცნობი, ვთქვათ, საუკეთესო ტრადიციების სტილში გრძელდება საქართველოში მიმდინარე პროცესების შეფასება. ასევე ვნახეთ ევროკომისრების წერილი, სადაც არ გვინახავს აქცენტი თბილისის ქუჩებში განვითარებულ ძალადობრივ პროცესებზე. აი, რაზე მიუთითებს ეს პირველი გზავნილები თუ პირველი რეაქციები? აი გაგრძელდება მსგავსი ნაცნობი რიტორიკა თუ რა ეტაპიდან შეიძლება ველოდოთ ურთიერთობის დათბობას? ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჯერჯერობით ევროკავშირის გარკვეული ჩინოვნიკები და პოლიტიკური წრეები არ არიან მზად საქართველოში დემოკრატიული პროცესების ხარდასაჭერად. ანუ ისინი ჯერჯერობით რჩებიან იმ პროექტის, ასე ვთქვათ, ერთგულები, რომელიც გულისხმობდა საქართველოში ბოიკოტით პარლამენტის არჩევნების შედეგების, ასე ვთქვათ, მანდატების დატოვების მხარდაჭერით და აი ესეთი ფერადი რევოლუციის სცენარის განვითარებით ხელისუფლებაში მათთვის სასურველი ძალების მოყვანისა. ჯერჯერობით ამას აჩვენებს, იმიტომ რომ მათ ეხლა ეუთო ოდირზეც დაიწყეს უცბად სპეკულაცია, ვერ მოასწრეს ჩამოსვლაო და როცა მოასწრეს წინა საპარლამენტო არჩევნებზე, წაიკითხეს ალბათ იმედია ეუთო ოდირის დასკვნა და შედეგი რა არის, რომ აღიარეს ეუთო ოდირის მიერ დაწერილი დასკვნა, ეხლა რომ რაღაცნაირად ეს საბაბად მოიყვანეს და მეორე, მათ აი ამ სურათის შემხედვარებმა არ დაგმეს 4 ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. თუმცა 3-4 დღის წინ ოფიციალურად ევროკავშირის პრეს-სპიკერმა მხარი დაუჭირა 4 ოქტომბრის დამხობის აქციას. აქ ყველაფერი სახეზე ნათელია, ანუ ჯერჯერობით ევროკავშირის რაღაცა ნაწილი მაინც არ არის მზად, რომ საქართველოში დემოკრატიას დაუჭირონ მხარი. არიან იმ პროექტის მომხრე, რომ ოღონდ კი ის ძალები მოიყვანონ, რომელიც აი ამ გლობალური ომის სცენარში საქართველოს სხვა პოზიციონირებას, ასე ვთქვათ, მოაწერდნენ ხელს, დღეს მათთვის ჯერ კიდევ აქტუალური არის. და სამწუხარო არის ეს, იმიტომ რომ ეს აზიანებს ევროკავშირის იდეას. თვითდაზიანების პროცესში არიან, მათი ეს პოზიცია აზიანებს საქართველოში დემოკრატიის განვითარების, ასე ვთქვათ, პროცესს. მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა ერთგული ვრჩებით ჩვენი ფასეულობებს. დიდი მადლობა. მადლობა ირაკლი ქადაგიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გახდა დღის ქრონიკის სტუმარი და ჩვენ ახლა საუბარს სტუდიაში განვაგრძობთ. დავით ქართველიშვილი, ანალიტიკოს ხალხის ძალის წევრი შემოგვიერთდა დღის ქრონიკას. მოგესალმებით ბატონ დავით, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ოპოზიციის მხრიდან 4 ოქტომბრის ეგრეთ წოდებული რევოლუციის დაანონსების და შემდეგ ჩავარდნის პარალელურად ჩვენ ვხედავდით, რომ არაერთი სისხლის სამართლის საქმე გასაჯაროვდა, სისხლის საქმის დეტალები გასაჯაროვდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან იქნებოდა ეს ჰექსოგენის საქმე, თუ შემდეგ იარაღის მასალების აღმოჩენა. თქვენი ყურადღება მიიქცია ნაციონალური მოძრაობის წევრის გია ბარამიძის მსჯელობამ, თქვენ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეთ ამაზე სტატუსი, რომ უარიყო კავშირი აი ამ იარაღის ამალავის აღმოჩენასა და აქციას შორის, ხომ? მოდით მეტი გითხარით, აი რამ გააჩინა თქვენი ეჭვები აი ამ მსჯელობაში? მოგესალმებით ნათია, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. კი, გია ბარამიძის კომენტარი გუშინდელი იყო, აბსოლუტურად სასოწარკვეთილი ადამიანის კომენტარი, რომელსაც გონია, რომ ქართულ საზოგადოებას ძალიან მოკლე მეხსიერება აქვს
და ის, რასაც ჰქონდა ადგილი წელს, აი ამ დღეებში, ჩვენ არ ჰქონდა ამასთან შეხება 2013 წლის მაისში, როდესაც ნარაზენის ტყეში ასევე აღმოვაჩინეთ მთელი არსენალი შეიარაღების, ვიდეო ფაილების, სადაც ასახული იყო სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებრივი, ასე ვთქვათ, კინოქრონიკა. და არ იყო ის რვეულები, რომელსაც ზედ აწერა დასაჭერთა სია. ეს ყველაფერი გვახსოვს. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს 2016 წელს ვერ განხორციელებული, მაგრამ ჩატარებული ტერორისტული აქტი, რომელსაც უნდა ემსხვერპლა საკუთარივე გუნდის წევრი, ერთ-ერთი ლიდერი გივით არგამაძე, ხომ? ამ ყველაფერს ხომ ჰქონდა ადგილი. 24 წლის თებერვალში, როდესაც უკრაინული მანქანით შემოტანილი იქნა ტროტილი და მთელი რიგი მოწყობილობა, რომელიც უნდა მოხმარებოდა ტერორისტული მიზნებისთვის რაღაც ბომბების შექმნას, ხო, საიდანაც ნაწილი რუსეთში მიდიოდა, ნაწილი საქართველოში შევდებოდა და არავინ არ იცის, ეს ყველაფერი გამიზნული იქნებოდა ენერგო მაგისტრალების თუ სარკინიგზო მაგისტრალების წინააღმდეგ და ასე შემდეგ. ჰექსოგენი ისეთი რაოდენობით იქნა შემოტანილი უკრაინიდან, რომლის საფუძველზე გამზადებულ ბომბას თავისუფლად შეეძლო პარლამენტის შენობისთვის ძალიან სერიოზული ზიანი მიეყენებინა, სიტყვაზე ვამბობ, ბარათაშვილის ხიდი აეფეთქებინა და ზოგადად პარლამენტის სასახლე ორბელიანების მოედანზე საერთოდ ისეთი ზიანი მიეყენებინა თავისი უამრავი მსხვერპლით, ხომ? და ამიტომ ქილიკით და რაღაცა დაცინვით იმ სპეცოპერაციის მოხსენიება, რა დროსაც სუსმა არამხოლოდ იპოვა ტყის მასივებში განლაგებული არსენალი იარაღების, რომელიც უნდა მოხმარებოდა სწორედ აი ამ მოვლენებს, ამ ეგრეთ წოდებულ ხავერდოვან თუ მშვიდობიან გადატრიალებას, არამედ რაც მთავარია, წინსწრებად იყო დაკავებული და განეიტრალებული ის ჯგუფი, დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა წარსულში კუდის ერთ-ერთი ჩინოსანი, რუსლან შამუხია, რომელსაც ადრეც და ეხლაც ახლო კონტაქტები გააჩნდა ისეთ ოდიოზურ ფიგურებთან, როგორიც არიან ბაჩო და დათა ახალაიევი. ბატონ დავით, ჩვენ ამ ყველაფერზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმ მასალების დაყნობით, რაც არის საჯაროდ გავრცელებული. ხომ თქვენც ახლა გაიხსენეთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე პერიოდი, შემდეგ ტროტილის მაგალითი, ჰექსოგენი. ეს ყველაფერი გარკვეულწილად უკავშირდება არჩევნების წინა პერიოდს. თუ ამ ყველაფერს აი წლების განმავლობაში აი სხვადასხვა საქმეს განვიხილავთ, აი ერთი ჯაჭვის სხვადასხვა რგოლად, თუ შეიძლება ასე ითქვას, ხომ? და თუ ეს სქემა აი პერიოდულად მუშაობს, აი რამდენად არის საფრთხე განეიტრალებული ახლა და დაუშვათ ახლო მომავალში აი ამ სქემის თუ გეგმის ორგანიზატორებისა და მისი განხორციელების მსურველებისთვის რა შეიძლება გახდეს ერთგვარი ტრიგერი ახლო მომავალში, რომ არჩევნები მომავალი 3 წლის განმავლობაში ჯერჯერობით არ განიხილება ყოველ შემთხვევაში. სუსის და შინაგან საქმეთა სამინისტროს კოორდინირებული ერთობლივი წარმატებული მუშაობა ამჯერად იყო გარკვეული პრევენცია იმ თვალსაზრისით, რომ მომავალში ისე თავისუფლად არ ეგრძნოთ თავი იმ ძალებს, რომლებსაც ეგონათ, რომ ხელისუფლება მოდუმებულია, რომლებსაც ეგონათ, რომ სუსის და შსს ახალი ხელმძღვანელობა ვერ მოიცლიდა იმისთვის, რომ მსგავსი ოპერაცია განეხორციელებინა მათი განეიტრალების მიზნით და ისმის და ისმოდა გარკვეული ქილიკი იმასთან დაკავშირებით, რომ ნუ თუ ის რაოდენობა ტყეში აღმოჩენილი იარაღისა სახელმწიფო გადატრიალების გეგმებს ეყოფოდა, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, სულ რამოდენიმე სნაიპერული შაშხანი იყო საჭირო 2014 წელს კიევში, რათა გამოიწვია ის სისხლიანი პროვოკაცია, რომელმაც სწორედ რომ გამოიწვია ის მაიდანის პროცესები, რომელმაც უკრაინის უკუსლას, ასე ვთქვათ, სათავე ჩაუყენა და ამიტომ ტრიგერის როლი ყოველთვის არსებობს, კატალიზატორის როლი მათი მხრიდან ყოველთვის იარსებებს, გააჩნია ამ სიტუაციაში შესაბამისი სტრუქტურები როგორ მუშაობენ და მე მოხარული ვარ და მეამაყება სუსის და შსს-ს, რომელმაც წინსწრებად გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომ აი ამ მოვლენების განვითარების დროს კი არ გაყვა კვალს დანაშაულებრივს, არამედ არ მისცა შესაძლებლობას ზოგადად განვითარებულიყო და დაწყებულიყო ის ტრაგედია, რომელიც ჩაფიქრებული ჰქონდა. აი ამ ვთქვათ, აი ამ ტიპის მხარდაჭერის ჩახსნის გარდა რა შეიძლება ყოფილიყო ის ფაქტორები, რამაც ჩააგდო 4 ოქტომბრის დაანონსებული. იცით რა არის? თავიდანვე ხო თქვენს ჩვენს აი მოსახლეობის ნორმალურ ნაწილს ხო, რომლებიც უყურებდით იმას,
რა მარგინალიზაციის და მარაზმისკენ მიემართებოდა ეს მოვლენები, ხომ? წინა 4 ოქტომბრის მოვლენები, როდესაც თქვენ წარმოიდგინეთ, ფსონია გაკეთებული ეგრეთ წოდებული ჯენზის თაობაზე, რომლებსაც ლიდერად მოუვლინეს საბჭოთა მომღერალი, პუტინის ერთ-ერთი საყვარელი მომღერალი, რომელიც ჯენზის უხსნის და ამაყობს საკუთარი რაღაც ახლო კავშირებით, ისეთ სფეროებთან, რასაც ქვია კრიმინალური ავტორიტეტები და ამაყობს იმით, რომ ის არის მათი შვილების ნათლია თუ ოჯახის წევრი და ასე შემდეგ. როგორ შეიძლება აი ამ ყველაფრის ნიადაგზე შენ გქონდეს ზოგადად ჯენზის ლიდერობაზე პრეტენზია, ან იმ ჯენზის მიმართო თქვენ როგორ შეგეძლოთ აყოლოდით აი ამ თაღლითების, შულერების და პოლიტიკურად გაკოტრებული ადამიანების რაღაცა გეგმებს. მით უმეტეს რომ ამ გეგმებში ჩვენ ვერ დავინახეთ ვერც ერთი მწყობრად აგებული სქემა, რომელიც წარმატებამდე მიიყვანდა მათ თუნდაც აი ამ რადიკალურ ტერორისტულ და დესტრუქციულ ქმედებებს. მაგრამ თავიდანვე იყო ჩადებული გეგმაში ის, ვის უნდა დაბრალდებოდა წარუმატებლობის შემთხვევაში ის, რაც ვერ განხორციელდა. ეს გეგმის ნაწილია. კი ბატონო, და ეს დაბრალება წავიდა იმ ამომრჩეველზე და ისევ იმ ჯენზის წარმომადგენლებზე, რომლებმაც ვერ შექმნეს მილიონიანი, ვთქვათ, მონაწილეობა ამ გადატრიალების გეგმებში, წავიდა მათივე აგრესია იმ პოლიტიკური ლიდერების მიმართ, რომლებმაც არჩიეს თავის ამომრჩეველთან, ახალგაზრდებთან იქ ყოფნას, კომფორტულ პენიტენციურ სისტემაში დროებით შეაფარონ თავი. სადაც შევიდნენ ნებაყოფლობით და ეს არის რა თქმა უნდა მთავარი განტევების ვაცი ამ მთელი ტრაგიკომედიის პაატა ბურჭულაძის სახით. და როგორ ხედავთ თქვენ ახლა აი ამ დღეების შემდეგ პოლიტიკური პროცესის განვითარებას, ან მის ნორმალიზების შანსებს, თუნდაც პოლიტიკურ კლასს შორის ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვის პერსპექტივას, ან საზოგადოების იმ ნაწილთან, რომელიც ძალიან პოლარიზებულია, ან რამდენად შეიძლება ეს ყველაფერი გარდამტეხი გახდეს დასავლეთთან ურთიერთობაში? მომენტალურად დავინახე ოპოზიციურ სპექტრში იმ პარტიების ლიდერების თუ წარმომადგენლების მხრიდან, ვინც იღებდა მონაწილეობას ამ არჩევნებში და გარკვეული ხმების გარკვეული რაოდენობა აიღო კიდეც, მე ვგულისხმობ ლელოს, ვგულისხმობ გახარია საქართველოსი, რომლის წარმომადგენლები უკვე ემიჯნებიან იმ დესტრუქციული რადიკალურ ფრთას ოპოზიციის, უკვე აღიარებენ ამ არჩევნებს როგორც შემდგარ არჩევნებს, ანუ ამით აკეთებენ მინიშნებას იმავე ბრიუსელის, იმავე ვაშინგტონის მიმართ, რომ აწი დაივიწყეთ ის დესტრუქციული ფრთა ოპოზიციის, რომელსაც ჩვენც კი ვემიჯნებით და ფსონი თანამშრომლობის კუთხით გააკეთეთ ჩვენზე. ეს ხომ ჩანს, ეს არის მათი მცდელობა. მათ შეუძლიათ, რა თქმა უნდა, შეცდომაში შეიყვანონ ნაცმოძრაობის ყოფილი თუ მოქმედი საერთაშორისო ლობისტები, მაგრამ ქართულ საზოგადოებას ხომ ისინი ამით შეცდომაში ვერ შეიყვანენ. ქართული საზოგადოება კვლავ მოლოდინშია იმ რეალური ჯანსაღი კონსტრუქციული ოპოზიციური ძალების, რომელმაც აუცილებლად უნდა გაუწიოს პაეკრობა პოლიტიკურ ველზე ამ ხელისუფლებას, ოღონდ კონსტიტუციის ჩარჩოებში, კანონის ჩარჩოებში და რა თქმა უნდა, არჩევნებში როგორც მონაწილეობის, ასევე არჩევნების შედეგების ცნობის სახით. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. დღის ქრონიკის სტუდიის სტუმარი გახდათ ანალიტიკოსი ხალხის ძალის წევრი დავით ქართველიშვილი. ჩვენი გადაცემა დღეს ამი დასრულებულია. დაელოდეთ დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას ზუსტად 8 საათზე. მე გემშვიდობებით ხვალამდე ნახვამდის.